კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდით ამჯერად ვნახოთ ეს ტიპის გაშლა, სამსახური, ფინანსები, საბუთი. ეს გასაკუთრებით ემიგრანტებისთვის არის ხოლმე აქტუალური და პირველი მეორე ვარიანტი ვნახოთ. უახლოესი პერიოდის ენერგიები, სამსახური. რაკი ორი არკანი ერთად ამომყვა მივამატებ მესამესაც. ვნახოთ სამსახური, ფინანსები და საბუთი. ჩემო კარგო ადამიანებო, მე არ ვიცი თქვენ პრობლემები გაქვთ თუ არა, მაგრამ მე აქ პრობლემებს ვერ ვხედავ. უფრო მეტიც ახალი დასაწყისიც მიჩანს, ახალი პროექტი შეიძლება იყოს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მოვლის სფეროს უკავშირდებოდეს ეს თემა, მომსახურების სფეროს უკავშირდებოდეს ეს თემა, ასევე იცით როგორ სამსახურს ენობრივი ბარი თარჯიმანი სადაც არის საჭირო, ენების გაცვლა გამოცვლა სადაც არის საჭირო. საკმაოდ დიდი წარმატებაგელით მოდით ასე ვიტყოდი. ნებისმიერ სიტუაციას შეიძლება სათქვენო მარყუჟი გამოსდოთ, ხო? და ისეთი სიტუაცია გამოვა თქვენს ცხოვრებაში აი სამსახურთან, რომელიც გრძელვადიანი იქნება. ანუ სტაბილური იქნება, არ იქნება დროებითი სამსახური და რომელიც საკმაო, აი ნახეთ, საკმარის თანხებს შემოგიტანთ. აუცილებელს კი არა, აუცილებელზე მეტ საკმარის. მე ვერ ვიტყვი რომ ახლა კოსმოსში გაფრინდებით, მაგრამ თქვენთვის საკმარისი თანხები, რომელიც აი საჭიროა, რომ თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში მინუსებში არ იყოთ და ასე ვთქვათ თავჩაღუნული არ დადგეთ, აი საამისო თანხები ყოველთვის გექნებათ იმ სამსახურში. ახლა ვნახოთ კერძოდ ფინანსებში რას გვეუბნებიან. შვენიერი არკანები, მეგობრებო, ხმლების მეფეს აქამდე სტაში სულაც არ აქვს ის დატვირთვა, რაც შეიძლება კონკრეტულ რომელიღაცა დასტებში ქონდეს. ფინანსებში არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მეტი გონიერება გამოიყენოთ, უფრო მეტ გონიერებას მოუხმოთ და ასე ვთქვათ, უფრო მეტი ბენეფიტი მიიღოთ. შესაძლოა წარსულიდან დაგეხმაროთ ვინმე ადამიანი. გაცილებული შეიძლება იყოს ეს ადამიანი და თქვენს ცხოვრებაში, აი არ ვიცი, სასწაული, ნახეთ, ბედის ბორბალი და იმპერატრიცა. აი სასწაული პერიოდი დაგიდგებათ. ისეთი პერიოდი დაგიდგებათ, რომ საიდან როგორ მოდის ფული თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ. აუ რა მაგარია. მეც მიხარია ხოლმე ესეთ ენერგიებს რომ გრძნობ და ესეთ არკანებს ვხედავ. არ ვიცი, ვერაფერს ვეღარ დავამატებ, ისეთი მაგარი არკანებია, რომ ღმერთმა ამისი 80%-ით რომ რეზონაცია მოახდინოს თვითონ თქვენთაგანზე, ну აი დამიჯერეთ, რომ აი არ ვიცი რა და მე მეც გამიყავით. ხუმრობ რა თქმა უნდა, ღმერთმა 100 მაგათ და 1000 მაგათ აგიცხადოთ თქვენი სურვილები. რაც შეეხება საბუთს, მეგობრებო, რას უკავშირდება ეს კანონთან გასაგებია, რომ რაღაცეები დასრულდება, როგორ დასრულდება? აბა გითხარით, კარგად თუ როგორ? ოი. ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ. საბუთთან დაკავშირებით, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ძალიან ცუდად გახარჯინოთ თანხები, მოგატყუოთ, დრო გაგიწელოთ, ასე ვთქვათ, აი დღეს ხვალ და რეალურად მერე გარკვეული პრობლემები აღმოჩნდეს. თუმცა რის ხარჯზე მოდის ეს მერე? რის ხარჯზე მოდის მაჩვენე? რის ხარჯზე მოდის ჩემო კარგო ადამიანებო და აი ამ მოცდა მოლოდინის რეჟიმში, ну ბოლოს და ბოლოს თავისთავად თქვენს დასვამთ კითხვებს, ხო, რა ხდება, როგორ ხდება, რატომ არის?
აქამდე თუ არ იმჩნევდით, აქამდე თუ ფიქრობდით, რომ ნუ რაღაცა მეჩვენება, რაღაცა ესე არ არის და ჩემი წარმოსახვა, რეალურად მიხვდებით, რომ ვიღაცამ ძალიან ცუდად გამოგიიყენა თქვენი ფინანსები, ძალიან ისე მოგატყუათ, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ამ მთელი პრობლემური მონაკვეთის მერე თქვენს ცხოვრებაში შემოდის სიმშვიდე. შემოდის სტაბილურობა, შემოდის გამარჯვება მზის არკანით, ვარსკვლავის არკანით. აქ არ გამოვრიცხავ, მეგობრებო, რომ დაგეხმაროთ. ისევ აი როგორ გითხრათ, ნახეთ, სხვა ეროვნების წარმომადგენელი, სხვა აი რაღაცით განსხვავებული არ რჩება, სხვა ეროვნება იყოს, სხვა წარმომავლობა, სხვა აღმსარებლობა, ხო, ესეთი ადამიანი შეიძლება დაგეხმაროთ. და სამყაროს არკანით ნახეთ, აი ცვენა მაქვს მაღალი არკანების, ესეც გამოგივა, თქო, აქ პრობლემები ბევრად უფრო მეტად წამოიჭრება და მეტი ბარიერები იქნება, ვიდრე ვთქვათ დანარჩენ სფეროებში. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა აქ რა ხდება? უცებ გადავხედოთ. უცებ გადავხედოთ. უახლოესი ენერგიები მანახე სამსახური, მანახე ფინანსები და მანახე საბუთი. სამსახურში მეგობრებო, თუ აქამდე ოცნებობდით, გეგმავდით, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გეგონათ, რომ რაღაცები ისე იქნებოდა, ცოტა ილუზიონისტობდით კიდეც, წარმოსახვებში ხან იმას ხატავდით, ხან ამას, ხო, ხან იქ იწყებდით სამსახურს, არ ვიცი, ხან აქ იწყებდით სამსახურს, შეიძლება ვიღაცა საერთოდ დაბრუნებასთან დაკავშირებითაც ფიქრობდით, მილიონ ვერსიას განიხილავდით, რა, სად, როგორ და რანაირად. თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ წავა სიტუაცია, ახალი საქმე გამოჩნდება, თასების რაინდით რაღაც ახალ დასაწყისს მიეცემა შესაძლებლობა და თქვენ აი იცით როგორ სამსახურს იპოვით, სადაც მზრუნველობაა საჭირო და სადაც ეს მზრუნველობა თქვენ დაგიფასდებათ, ნახეთ, აი სადაც თქვენ კი დახარჯავთ თქვენს ემოციურ რესურსს, მაგრამ სამაგიეროდ უკუგებაც ძალიან დიდი იქნება და აი როგორ გითხრათ, ბალანსი არ იქნება დარღვეული, მოდით ასე ვთქვათ, ხო? სადაც თქვენ თქვენს წილს, რასაც იმსახურებთ, რაც აი თქვენი სიკეთისწილად რასაც დაიმსახურებთ, ხო? ეს თასების დედოფალი ეს არის, არ ვიცი, მე ძალიან მიყვარს ეს არკანი. დედის განსახიერება, ქალის განსახიერება, სიკეთის, ხვავის, ბარაქის, მზრუნველობის, აი ანგარო დამოკიდებულების განსახიერება და მოკლედ ეს თქვენ აუცილებლად დაგიფასდებათ. თანხობრივათაც. და კიდე რა იქნება სამსახურში ერთი არკანით რომ ანახო, იეროფანტის არკანი. არა მეგობრებო, აქ თქვენს ასე ვთქვათ წილს სიკეთეს და საჭიროებებს ყოველ შემთხვევაში წესრიგში მოიყვანთ. თქვენ აქ დეფიციტი არც ერთ შემთხვევაში არ გექნება, თუ სამსახუროდ კი არა, ძალიან კარგ სამსახურში იქნებით. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში თუ რამე პრობლემური ამბები იყო, თუ მოკლედ გარღვევები გქონდა, კრედიტები გქონდა, რაღაცეებს ვერ ყოფნიდა, თქვენ შემოგივათ ის რაოდენობა თანხების, რომლებიც თქვენს ოჯახს ძალიან კარგად ეყოფა. თქვენ პრობლემა არ გექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო რაღაცეები ყოველთვის გქონდეთ. ანუ ნახეთ, მინდას მომენტიც ყოველთვის გქონდეთ. აი, თქვათ შვილი რომ რაღაცას მოგთხოვთ, რომ ეს მინდა კი არ მჭირდება, შეიძლება არ ჭირდებოდეს, მილიონი გქონდეს, მაგრამ კიდევ უნდა რაღაცა. აი, ამისთვისაც გეყოფათ თანხა, ამისი თქმა მინდა და თქვენ სხვათა შორის აღიარებას, ახალ საფეხურზე გადასვლასაც მოიპოვებთ თანხის ნაწილში. ნახეთ, აი როგორი აღიარება გექნებათ, იცით, საკუთარ თავთან რო აღიარებ, რომ მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა.
თავის გადმოფრინდა თასების პაჟი ხო აი აქ თევზი რომ უყურებს ამ საყვარელს ღარბს და რაღაცა თქვენს ოცნებების ამსრულებელ თევზს მიაგნებთ მოკლედ და თანხის ნაწილში შემოდინება საკმაოდ ისეთი გექნებათ საკმაოდ მყარი და საკმაოდ სტაბილურიც ახლა ვნახოთ საბუთთან დაკავშირებით თქვენთან რა ხდება საბუთთან დაკავშირებით პრობლემებია პირველ ვარიანტშიც რაღაცა პრობლემები მიჩვენა საბუთთან დაკავშირებით არ შესძლო ისების ხალხი მიყურებდეთ იმიტომ რომ იქაც წინასფეროებში საკმაოდ კარგი არკანები იყო ბარიერები გიჩანთ მეგობრებო საბუთთან დაკავშირებით რაღაცები უკვე იმდენად ტვირთად იქცა რომ აი ძალაც აღარ გაქვთ თითქოს და აღარც იცით საერთოდ რამე იქნება თუ არა ძალიან გულგატეხილი ხართ ძალიან ნანერვიულებელიც მოდით ასე ვიტყოდი და უკვე აი იმედიც რომ დაკარგული გაქვს ხო იცით რომ აწირა იქნება მაგრამ იქნება აქ ვიღაცა ადამიანი საკმაოდ ისეთი შემდგარი ადამიანი დაგეხმარებათ აუცილებლად კი დაგეხმარებათ რაღაცა ძალას მოგცემთ თქვენ თვითონაც მოიკრებთ ძალას საიმისოდ რომ ნახეთ ისე ავჩეხეთ და ეს არკანიც აქ არის აქაც დაგეხმარებათ თქვენი საკუთარი თევზი ხო რომელსაც თქვენ სოცნებებს უჩურჩულებთ და საბუთთან დაკავშირებით რაღაცა გრძელვადიან სიტუაციასაც დაიკავებთ ხელში ანუ საკმაოდ კარგ ეტაპზე გახვალთ საბუთთან დაკავშირებითაც მაგრამ აი მანამდე რაღაცა გარკვეული ტიპის ბარიერები იქნება ან უკვე იყო და აი ამ ბარიერებიდან გამოდიხართ აუცილებლად აბა კიდე ერთი არკანიც ამოვიღოთ მაგის არკანი ნუ გამარჯვება და არ ვიცი წინსვლა და წარმატება და ზრდა და განვითარება და თუ კი რამე კარგია ყველაფერი ამ არკანს ახასიათებს და არ გამოვრიცხავ თან აქ თქვენ ვიღაცაც დაგეხმაროთ არ ვიცი ვიღაცა წმენდას იტარებთ ვიღაცა ბარაქის რიტუალს აკეთებინებთ ან თქვენ თვითონ აკეთებთ რაღაცა ისეთი პატარ-პატარა მანიპულაციებიც კეთილი მანიპულაციებიც დაგეხმარებათ ამ საქმეში მშვენიერი მომეწონა მშვენიერი ენერგიები და მშვენიერი ინფორმაციები იყო დამიწერეთ კიდევ კომენტარებში ვის რა გინდათ რა თემასთან დაკავშირებით ახლა კი დაგემშვიდობებით მადლობა